გასულ კვირეულში საკადრო ცვლილებები საქართველოში გრძელდებოდა. ის ამ კვირეულშიც და შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება, ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველომ უკან გამოიწვია ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნებიდან. პოლოლიკაშვილი თანამდებობაზე წლის ბოლომდე დარჩება, თუმცა მისი თქმით გაურკვეველია მოტივი, რატომაც მოხდა ხელისუფლებისგან მისი კანდიდატურის გამოხმობა. გასაგები ახსნა განმარტებით არც მართველი პარტია იწუხებს თავს, საქართველოს წარმომადგენელი უმაღლეს თანამდებობაზე საერთაშორისო ორგანიზაციაში წლის ბოლომდე დარჩება. ამერიკამ და ჩინეთმა ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ. შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხარეები 90 დღის განმავლობაში ერთმანეთზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა ჩინური პროდუქციისთვის დაწესებულ ტარიფს 145-დან 30%-მდე შეამცირებს, ხოლო ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ გადასახადს 125-დან 10%-მდე დაწევს. ამ გარდამავალმა შეთანხმებამ დადებითად იმოქმედა გლობალურ ბირჟებზე, რომლებმაც გასულ კვირეულშიც ზრდა აჩვენეს. სტამბოლში რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ვერ შედგა, თუმცა იკონტაქტეს სამუშაო ჯგუფებმა და შესაძლებელია დამდეგ კვირეულში ვიხილოთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამხედრო ტყვეთა გაცვლის ყველაზე მასშტაბური 1000-ზე სამხედრო ტყვეების გაცვლა ოფიციალურ კიევს და მოსკოვს შორის. ორშაბათისთვის დონალდ ტრამპი პუტინთან მორიგ სატელეფონო საუბარს აანონსებს თამდევი ზარებით პრეზიდენტ ზელენსკისთან და ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის ლიდერთან. EBRD-მა მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. დოკუმენტის თანახმად 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად 6%-ზე არის შენარჩუნებული, თუმცა ხაზგასმულია ის რისკები, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკაზე აქვთ გავლენა. აღნიშნული რისკები ძირითადად პოლიტიკურია და მათ შორის მთავარი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გაურკვევლობა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაა. EBRD მიუთითებს, რომ აღნიშნულს ქვეყნის ექსპორტსა და ინვესტიციებზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. 2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $295 მილიონ გადააჭარბა, რაც 6.1%-ით მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გზავნილებში პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს $54 მილიონი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია. მეორე პოზიციაზეა იტალია, წლიურად 10%-ით არის გაზრდილი და ჯამში $50 მილიონ შეადგენს, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან გზავნილები 19%-ით შემცირდა და მან არასრული $40 მილიონი შეადგინა. ექსპორტმა $617 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51%-ით მეტია. იმპორტის მოცულობა $1.4 მილიარდი იყო, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით არის შემცირებული. ექსპორტი $2 მილიარდი იყო, გაზრდილი არის 14%-ით, ხოლო იმპორტი $5 მილიარდი. ჯამურად უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, ანუ უკვე საუბარია იანვარ-აპრილის პერიოდზე 2025 წლისა, $3.727 მილიონი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა $29 მილიონი წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ მისოების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან ხდება ცნობილი. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიკროსაფინანსოების წმინდა მოგება $300,000 არის გაზრდილი. 16 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი გაორმაგდა. კერძოდ ძალაში შევიდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი $200,000-მდე იზრდება. ამ დრომდე ეს ლიმიტი $100,000 შეადგენდა. როგორც მიკროსაფინანსო ასოციაციაში აცხადებენ, კრედიტის ლიმიტის $200,000-მდე გაზრდით სექტორს საშუალება ექნება არსებული კლიენტები შეინარჩუნოს. თურქეთის ექსიმ ჰოლდინგი საქართველოში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს. კომპანიას უკვე წარდგენილი აქვს ზესტაფონის, გორის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ამ სადგურების გეზეშე დოკუმენტაცია და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან შესაბამის ნებართვებს ელის. ექსიმ ჰოლდინგი საქართველოს ენერგეტიკის სისტემაში ინვესტიციებს 2007 წლიდან ახორციელებს. კომპანიის შვილობილი
აჭარ ენერჯი 2007-2017 წლიდან ახორციელებს 47.5 მეგავატი სიმძლავრის ხელვაჩაური ჰესი 1-ის ოპერირებას, 2018 წლიდან კი კომპანია 51.2 მეგავატიანი სიმძლავრის კირნათი ჰესს მართავს.